მდგომარეობა მეგობრებო. ზუსტად ეს ექსტრიმია ჩემოსაბა გადასაღები რა ეს. ჩაურტო ბლოკი ჩაურტო. და ნახე ბიჭო ნახე ნახე. მოკლედ გზა რომელიც ძალიან მარტივად ამოვედით 9 საათში გახდა ისეთი თუ ჩასვლაზე მაგრად წვალობ აი აქ აი არ ვიცი როგორ გადმოვლენ აი შემდეგი წინაღობა უკვე ამას ქვია რომ დაგვერხა აქ რა მდგომარეობაა სალამი მეგობრებო მე ოთო ვარ და დღეს აი ამ წუთას ვიმყოფები მუხურში მუხური არის სამეგრელოს ერთ-ერთი ულამაზესი სოფელი გზა ტობავარშხილისკენ იწყება ზუსტად ამ სოფელში დღეს ჩვენ აი შეკრებილი ყველანაირი ავტომობილით მომზადებული მოუმზადებელი ჯიპი ლენდო ყველაფერი მივდივართ რომ ეს გზა გავიაროთ და ავიდეთ სანამდე შეიძლება რომ ახვიდე ყველაზე მაღალი წერტილი ეს არის დაახლოებით 2000 მეტრი ვიდეოში გიჩვენებთ შეძლებს თუ არა მაგალითად ის ჯიპი ან ის ჯიპი ну ეს ლენდო რა თქმა უნდა შეძლებს ან პატრული შეძლებს თუ არა რო ავიდეს მაგ ადგილას გზად გავივლით შურუბუმის ღვიმეს ლენდო შეძლებაზე როცა საბურავს გადაუღეთ აი ამ საბურავი დავა ლენდომან გავივლით შურუბუმის ღვიმეს ძალიან ლამაზ ადგილს გავივლით ღუნჯის ჩანჩქერს გავივლით გვალაშარას ჩანჩქერს და დეიძახის დინარის ეს ის დინარია მეგობრებო რომელიც აი ესე თავს ამოყობს 1600 მეტრზე ამიტომ დეიძახებს და ჩავა მზად ვართ იმისთვის რომ წინაღობებს შევეჭიდოთ და გიჩვენოთ რა სილამაზეს ნახავთ თუ კი თქვენ გაბედავთ და ამ გზაზე ჩვენსავით წახვალთ ამინდი არ არის საუკეთესო მაგრამ ამინდი ჩვენ არ გვაშინებს ყველა ამინდი კარგია სადაც კარგ ხალხთან ერთად ხარ არა როცა ლენდროვერია Subaru არის, მაგრამ თან არ არის რა. Subaru ზემოთ დაყენია. Subaru ტობავარშხილზე აყენია და ჩავივალეთ. ეხლა სანამ ბიჭები საბურავებს უშვებენ, მე გეტყვით, რომ ჩვენ მეგრელები ელარჯს ბარში არ ვჭამთ. ჩვენ ვჭამთ ელარჯს მთაში. ამიტომ ეხლა მიგვაქვს ელარჯის მასალა და იქ ალპურ ზონაში უნდა მოხარშოთ არა, ამოვზილოთ ელარჯი. ასეთი ექსტრემალური ელარჯი სხვას არავის მომზადებია მეგობრებო. და ნახე ბიჭო ნახე რა ვცელა გავსხედა ბრატო რა გამოგვივა კაცმა არიცის პირველი ის არ ვიცით მივალთ თუ არა მაგრამ მიზანი არის 2000 მეტრის ზევით ელარჯი მივირთვათ ბიჭები არიან დაკავებული ოფროუდერული ცერემონიალით საბურავების დაშვების იმიტომ რომ წინ რთული გზა გველის, ამიტომ უკეთესია საბურავები დაშვებული იყოს. თითქმის ყველა მანქანა მინიმუმ არის AT-ებზე, MT-ებზე არის Wrangler-ი და MT-ებზე არის პატრული, 76 AT-ზეა, Lendo AT-ზეა, ჯიპები AT-ებზე არიან, ერთი Grand Cherokee არის სამოქალაქო საბურავებით და ნუ ამიტომ უკან ჩავაყენებთ და სადაც გაუჭირდება, იქაც დავტოვებ. ჩვენ ასეთი წესი გვაქვს, რა გაჩერდები გტოვებთ რა. გზას რაც შეეხება მეგობრებო 26 კილომეტრია იმ წერტილამდე, სადაც გვინდა ასვლა მუხურიდან. აქედან 16 კილომეტრი არის ისეთი გზა, სადაც ნებისმიერი ჯიპი გაივლის, თუმცა ბოლო 10 კილომეტრი იქნება ძალიან რთული. ამიტომ ემზადებით, ამიტომ ვართ მობილიზებული, რომ ეს ბოლო 10 კილომეტრის გადალახვა იქნება გამოწვევა. პრინციპში ნებისმიერი აქ მყოფი ყველგან მავალისთვის იქნება ეს გამოწვევა, იმიტომ რომ საკმაოდ რთული გზაა. ამინდი холод იმედი არის ჩვენი სტრატეგია ამ შემთხვევაში რომ იქ რო ავალთ დაგხვდება მზიანი ამინდი და შევძლებთ სუპერ კადრების გადაღებას თქვენთვის და ჩვენთვის სიამოვნების მიღებას აი ამ ხედებით ეს არის დინარე ხობისწყალი რომელიც დღეს სამწუხაროდ არ არის ისეთი ლურჯი ფერის როგორიც არის ხოლმე მაგრამ მაინც ძალიან ლამაზია აბა წავედით წარმატებები ჩვენ რატო ვერ წამოვიდა პატიციონო Subaru მოვიდა ვერ შეძლებს რა ანუ არ უნდა დილიდან ჯუჟღუნებდა Wait a minute. Who are you? მოვედით მეგობრებო შურუბუმუს ღვიმესთან უნდა გადავიდეთ ბეწვის ხიდი დინარე ხობის წყალზე თხილატლაშა
საბურავები კარგი მაქვს, არა? წნევა ხო კარგად არის? ოპ. წნევა, საბურავები, ეს მე მგონი არის ხო კარგი იდეა ეს ყველას ერთად გადასვლა. ოთო, საბურავები კარგი მაქვს, არა? მაგრამ რა არ გივარგა ეს ტრექშენი. ტრექშენი არ გივარგა, ტრექშენი. ტრექშენი რომ მაგი, მითო. აჰა, პედალპატივცემულო რა ადგილია. Subaru აქამდე მოვიდოდა სხვათა შორის. ვა. ეს გვინდა რა. აჰა, რამე ეგეთი ფოტო რამე ესეთი. აიცა გიგი შეწიო. მეგობრებო, ეს ულამაზესი ადგილი არის შურუბუმუს მღვიმესთან მისასვლელი გზა. აი ესეთი ჩარჩქერი ჩამოდის, რომელიც ზაფხულში, როდესაც წყალი არის ცოტა, ისეთი სიჩუმეა, ჩუმად გამოდის, ამიტომ ხია შურუბუმუ, არის ულამაზესი ადგილი. მინარე ფაქტიურად ამოდის, რავი, არაფრისგან, ტოდიდან გამოდის, შეიძლება ეთქვას, ეხლა მივალთ ამის სათავესთან და ნახავთ საიდან ამოდის ეს წყალი. ეს არის მეგობრებო, მინარე დეიძახეს სათავე. დეიძახე ალბათ, იმიტომ ხია რომ დაიძახებს რა, როგორც კი მოუახლოვდები. მინარე რომელიც აი იმ ადგილიდან ამოდის. ზევით კი ხედავთ არანაირი მდინარე არ მოდის და უცებ წერტილი და მოდის აი ამ ხელა მდინარე. ულამაზესი ადგილია. მოდი მედიტაცია აკეთე და ისიამოვნე უნების სილამაზე. შურუბუმუს მღვიმესთან მეგობრებო ვერ მივედით, იმიტომ რომ ისეთი პირობებია და ისეთი სისველეა რომ მაგის გარისკვა არ ღირს. ამდენი ადამიანი ფეხი არ დაგვისდეს, მარცხი არ მოგვივიდეს, წინ კიდევ ბევრი რამე გვაქვს სანახავი და ამიტომ გავუყვებით გზას. ეს ცოტა ისეთი არის რა. ამიტომ გვჭირდება ჩვენი თავი სახსალამათი, რომ მივახციოთ დანიშნულების ადგილას და 2000 მეტრის ზევით ელარჯი მოვზილოთ. ოპ, ოთარ თხილად, ოთარ. მოვედით მეგობრებო, გვალაშარას ჩანჩქერის სანახავად, ამის იქით გზა არ მიდის, ფეხით უნდა გავაგრძელოთ გზა და მოვინახულოთ ეს ლამაზი ადგილი და იმედი გვაქვს, რომ მზე გამოანათებს და ჩვენ შევძლებთ, რომ უფრო კარგი კადრები გადავიღოთ თქვენთვის. ცოტა კი სრიალებს. ხო, ცოტა კი სრიალებს მეგობრებო და ფრთხილად უნდა ჩახვიდეთ გვალაშარას ჩანჩქერს და რომ მიხვიდეთ, მაგრამ ეს ოფროუდერი ხალხი იქ დარჩნენ იქ ოფროუდერები დარჩნენ, მაგათ მარტო თუნდაც მანქანით მისვლა. ფეხით სიარული არ უნდათ, იმიტომ რომ ოფროუდერები არიან და ცოტა ფეხით არიარე და არ გამოძრავდი, სილამაზეებს ვერ ნახავ. ამიტომ ცოტა თავი უნდა შეიწუხო. ვაი, ეხლა თავი შეწუხების დროს მე აქ მარცხი არ განვიცადო. აჰა, წაივარჯიშებ ტურნიკზე. ოპა. კარგია. პანიჟენი ჩაურთეთ ბიჭები. არაფერი ამის ეშინოდათ. ბიჭები, არ არის ისეთი არაფერი რთული ჩამოსასვლელი, რომ ამის გამო აქ არ მოხვიდეთ. YouTube-ზე უყურეთ თქვენ ვიდეოს, YouTube-ზე. ოპა. ვა. ნახე რა ადგილია ეს. მაგარი ადგილია. სადაც ბანაობი შეგიძლია ჩიკიტა მომიგოთ წყალი წყალი. ხო, ეგეც სულთაა, ხო? ყოველთვის სულთა წყალი მოდის, ხო? ახლა დღე ცოტა ამგროულია, რაც იმარი მაინც თორე აი ერთ-ორ კვირაში რომ ნახო ერთი კვირის უწმაზე უკვე გამოგდა. მეგობრებო, აქ სალაპარაკო ბევრი არაფერი არ არის, აქ უნდა მოხვიდე, აი ამას შეხედო და აი ამ სილამაზით დატკბე, იმიტომ რომ გვალაშარას ჩანჩქერი არის ადგილი, რომელსაც სიტყვებით ვერ აღწევ. ვერც კამერით ვერ გადაიღებ სხვათა შორის ისე, ეს უბრალოდ უნდა მოხვიდე და ნახო. იქ ეხა ვერ მივალთ, იმიტომ რომ ძალიან დავსოლდებით და იქ არის კიდევ 5 მეტრიანი კაშხალი, ასე ვთქვათ, საიდანაც ვარდება ჩანჩქერი და იმის ზევითაც და მოკლედ წყალი არის მუდმივად სუფთა, რო წარმოიდგინოთ, ყოველთვის სუფთა წყალი მოდის. ჩადიხარ, ბანაო და თან იმ წყალს ვამ, იმიტომ რომ სუფთა არის. შენ თუ არ დასვარი, რა თქმა უნდა. მეგობრებო, გავჩერდით წითა გვალაშ ჩანჩქერის სანახავად, რომელიც ჩვენგან შორს არის, მაგრამ თქვენ დრონის კადრებში დაინახავთ ამ არანორმალურ სილამაზეს. ჩვენ ხედავთ, მაგრამ ჩვენ ისე კარგად ვერ ხედავთ, როგორც თქვენ დრონის კადრებში. თუ რა სილამაზეა, გზად ასე მოდიხარ, ჩერდები და ტკბები ამ სილამაზე. წითა გვალას ჩანჩქერი.
ჩემს უკან არის მეგობრებო ღუნჯის ჩანჩქერი. სულ რო არაფერი არ ნახო, სამეგრელოში მუხურში უნდა ჩამოხვიდე და აი ამ ჩანჩქერის სანახავად უნდა მოხვიდე. ეს არის ენით აღუწერელი სილამაზე, რომელსაც რავი არსად არ გვხვდება ასეთი და არაფერი სოფლიდან არის ალბათ 10 კილომეტრის გზა ნებისმიერი მანქანით მოხვალ და შეხედეთ უბრალოდ რა სილამაზეა, შეგიძლია მთელი დღე იდგე და ამას უყურო და აი ამით დათქვე მეტი არაფერი არ აკეთო, ისეთი ადგილი არის. ამის შემდეგ უკვე 1 კილომეტრში იწყება რთული გზა. გველოდება ოფროუდი, არ ვიცით რა წინაღობა იქნება, როგორი იქნება. ისტორიულად რთული გზა არის, იმედი გვაქვს რომ ყველა მანქანას ავიყვანთ და მერე უკვე რა თქმა უნდა LRG ამოზილად და აი ამ ყველაფრის მერე LRG მიდის, აი რავი, მოკლედ მისისინებს ისე რა. მასე პატრულს თუ არ წამოუწექი ისე არ გამოდის არაფერი. ჩვენი ტალახი ხდება მაგ გაკოშა. კი, გიყოთო. ჭუჭი იყო შიგნით რა. სირია ჩვენი ჭუჭი იყო დროვერი ვიდრო ავიღალე ბოქსერით ბაგის. ჩაირთო დამადავლებელი პატრულზე და ეგ არის ვაგზელებთ გზას. აი ესეთი კლდეების გადალახვა გვიწევს მეგობრებო. იმედია ყველაფერი კარგად იქნება. ხედები იშლება იმისთანა რომ აი რა ვიცი. პატარა წინაღობა შეხვდა მეგობრებო და ისეთი რთული არაფერი არ ამგონია რომელიმეს დაუჭირდეს აქ ამოსვლა. მოდის ლენდო ჯერ. ნუ არ არის ხა ეს მისთვის ლენდოსთვის ნამდვილად წინაღობა. მარტივად მოუყვება. ოფის გაშლებით და ყველაფერი ისეთი აღმოვიდეს. Sleeves მოდის, sleeves. ნელა. მოდის Grand Cherokee. როგორც ხედავთ, არც ამისთვის არის რამე პრობლემა აქ ამოსვლა. არ არის ხა ის რთული რელიეფი, როგორც ჩანს, წყალმა ჩავიწყა, თუმცა ესეთი არა. ვერ ვიცი რომ რამენაირად უჭირს. შემდეგი Toyota 76, Toyota's სიამაყე და ლეგენდა ავტომობილი, რომელსაც ნუ რა ვიცი ეს ის ნამდვილად არ არის. ძალიან უჭირს რა, ძლის. ლაშას პეტროლი, რავი, ამის სახელს ვერ მიმახსოვრებ, პატროლი თუ პეტროლი, როგორ ქვია მანქანას. მომზადებული ყველანაირად, ძღოლიც გამოცდილი, ერთი ისაა, რომ დამადავლებელს ჩათვლას ჭირდება წიხლის მიკრა. ამისთვისაც რა თქმა უნდა ეს ყველაფერი წინაღობა საწარმოა. შემდეგი უკვე Grand Cherokee. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს Cherokee არის, ეს Grand-ი არის სამოქალაქო საბურავებზე, არც ატე, თუმცა ნუ არც ამისთვის არ არის არანაირი პრობლემა, ეს წინაღობები მარტივად მიდის. და ძველი Grand Cherokee, მანქანა ლეგენდა თავის დროზე, მოუყვება ხელმისაწვდომას. როგორი ბრაზიანი ხმა აქვს. მე და საბა დაგვტოვეს, წავიდნენ და ჩვენ ხო ვიღებთ არა და ვიზაღებთ წავიდნენ და. მეგობრებო, ძველი Grand Cherokee გადაკეთებული. თავის დროზე იყო ქართლიდან ავტომატიკა, მაგრამ დღეს ეს მანქანა არის მექანიკა. რისი კაროკა აქვს? Liberty-ს კაროკა აქვს, Liberty-ს რაზატკა აქვს. ხიდები, დიზელის ხიდები აქვს და მგონი ნორმალურია. დიდი გაზის ბალონი. მოკლედ ისეთია რა, მომზადებულია და ერთი სული აქვს სადმე ოფროუდი გაიჩიტოს და რაღაცა საწვალებელი იყოს, მაგრამ არ არის. ჯერ მარტივად ვიდიოთ. ძალიან კუთხეში არ გახვიდე, ჩამეწყრილია. მეგობრებო, როგორც ნახეთ, Cherokee-მა როგორ იწვალა გამოსვლაზე და როგორც კი უკანახიდის ბლოკირება ჩაურთეთ, ეგრევე ამოსისინდა. მე ამ
სამტრედიელ ცპიერჩეროქს ნელ-ნელა პატივს მეგობრებო. ამოვიდა. აღმართი არ ჩანს კამერაში, საკმაოდ გამრეცი აღმართია, თუმცა აი ცუდად მოდის, ზალით აწვალებს, ახლა რა გამოჩნდა. სუპერლოგი ცდილობს რომ აჩვენოს რომ ბუქსაობს. აი კამი. აი სუპერლოგი და მანქანაზე და ეგრევე რაღაცა აწუხდა ბიჭო, მაგრამ სპეციალურად აღარა. რატომ ჩატოვე ზალით პატეცამული? ეს ზალით პრომოცირება იყო. აი ხედა დაჟდა თუ რა რაღაც აჭრჭინდა მანქანაზე რა. გოლი გრან ჩეროკი, ამისთვისაც არა პრობლემას არ გამოდის, თვითონ იქნება. გოლი ყველა შედარებით მარტივად დაძლია, ნახოთ წინა გველოდება 2000 მეტრის ზევით LRG-ა მოსაზრელი. შემოვედით ნისლში მეგობრებო, გადმოვლახეთ. რთული მონაკვეთი აღმოჩნდა, რომ არც თუ ისე რთული გამოდგა, რაც პრინციპში მე გამიხარდა სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ ბიჭებს ოფროუდი უნდა და ცოტა არ ესიამოვნოთ ეგ ამბავი, მაგრამ არა უშავს. შემოვედით ნისლში, ისეთ ნისლში, რომ ან ახლო მანძილზე ვხედავთ მხოლოდ. არ გაგვიმართლა იმაში, რომ აი აქედან ეხა უნდა იყოს უმაგრესი ხედი, მაგრამ არა უშავს ეგ იმისთვის, რომ აქ კიდევ მოვიდეთ, გავიმეოროთ. ეხა დაგვრჩა დაახლოებით კილომეტრი-ნახევარი ნატიფურამდე. დრონს ვეღარ ვაფრენთ და კადრებს ვეღარ გადავიღებთ, მაგრამ ნატიფურამდე ავალთ, იქ არის ქოხი და უკვე დავიწყებთ LRG-ის ზელვას. შემოვდივართ ნისლში, გზას ძლივს ვხედავთ, მიუყვებით ნელ-ნელა. გაგვიმართლა გზაში, არ გაგვიმართლა ამინჩი, მაგრამ არა უშავს, ქვები არის ალაგ-ალაგ ჩამოყრილი, მაგრამ ისეთია, რომ ადვილად დავძლევთ. შვიდად მივდივართ, რომ მივაღწიოთ დანიშნულების წერტილს ნატიფურუ, სადაც დაგვხვდება ქოხი და LRG უნდა მოვზილოთ. ამდენი ხალხი ისე LRG-ს მოსაზრელად ამ ყველა გზას წამოვედი. ფლატ ნორმალურები არა. აუ აქ რა ბუნება არის, ჩვენი პატივცემოდა იქით. რა სილამაზე არის და არა და როგორ ვერ ვირგებთ ახლა იმ კუთხით, რომ ნისლი როგორ გვიშლის ხელს, რომ ხედებით დავტკბეთ. სანამ ხედები იყო მეგობრებო, ჩემს თინეიჯერ შვილს ეძინა და ეხლა არის მხოლოდ ნისლი და მაგრა დათქბა რა აქაურობით რა შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი ნახა. არაფერი არ ჩანს. ისეთ ადგილას ამოვედით მეგობრებო, რომ თოვლიც კიდევ დღეს არის 4 ივლისი. აქ თოვლი დევს მუხურიდან სულ რაღაც 25 კილომეტრი, 26 კილომეტრი. ლამაზ ადგილას რომელსაც ჩვენ ვერ ხედავთ, რომ ლამაზია, იმიტომ რომ საშინელი ნისლია. სასწაული ხედი იქნება რა დაკვებოთ. ალპურ ზონაში კი ამოვედით მეგობრებო, მაგრამ ნისლია, ისეთი ნისლია, რომ იმ ხედს რომლის გამოც ამოვედით ვერ ვნახავთ, თუმცა არა უშავს. განწყობა მაინც კარგი გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენი მიზანი შევასრულეთ ერთი რომ ამოვედით,
2000 მეტრს ავწდით და მეორე მიზანი რომელიც გვაქვს, ეხლა დაიწყება მზადება LRG-ის მოსაზელად. გუნდა არ კეთდება, თუ ჭყაპია რა, გუნდა არ კეთდება არაფერი. მაგრამ ხასიათი მაინც კარგი გვაქვს, განწყობაც კარგი გვაქვს, ყველანი მშვიდობით ამოვედით, ყველა მანქანა ამოვიდა. ყველაფერი კარგად არის, გარდა იმისა, რომ ხედი არ არის რა, ცოტა გათავდა, ვერ ჩამაიტანეს და ეხლა ვართ ესე, მაგრამ აი პროსტა აქ რო ხედები ყოფილიყო, აი რა კადრები გამოგვივიდოდა, მაგრამ ნუ რაც არის ის არის რა. ესა აქვს თავს თავგადასავალს, რომ წინასწარ არ იცი რა გელოდება, მაგრამ ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენა კიდევ უნდა ამოვიდეთ. ეს ის წერტილია, რომლის შემდეგ გზა არ მიდის, აქედან ტობავარჩხილზე მიმავალი ხალხი უკვე ფეხით ჰაიკინგით მიუყვება, ეს ბოლო წერტილია, ასე ვთქვათ, სადაც შეიძლება ამოხვიდე და ნუ ის დროც მოვა, როდესაც ჩვენ ტობავარჩხილზე ამ ზაფხულს მინდა რომ ეს გავაკეთოთ, ავიდეთ, იმიტომ რომ ნუ ტობავარჩხილი კითით სამეგრელოს მარგალიტია. რა სიტყვი ლაშა, ხედი არის იმისთანა, რომ ნუ საოცრება არის. ოფროუდი მაინც და მაინც არ გამოგვივიდა, იმიტომ რომ არ იყო რთული გზა. მე ეს გამიხარდა, ბიჭებს ეწყინათ, იმიტომ რომ მუღამზე იყვნენ ოფროუდის, მაგრამ თავარია განწყობა ქონდეს. საკმაოდ საინტერესო გზა არის იმის მიუხედავად, რომ ბევრი დაბრკოლებები არ არის, მაგრამ მაინც ჩემი აზრით საინტერესო გამოვა დღევანდელი დღე და გამოვიდა. სუბაროთიც ამოხვალ რამე რო იყოს. დანარჩენი ხა წავიდა LRG-ის ზელვა. მეგრული LRG, ნამდვილი ორიგინალი. მეგრული LRG საერთოდ არის 2000 მეტრის ზევით რომ მოიზილება, ის არის მეგრული LRG. დანარჩენი ტუფტაა რა. ისე ჩვენ თავში ჭკუა გვაქვს ამხელა ხალხი. LRG-ის ამოვდივართ საათ. თავში ჭკუა რო გვაქვს, იმიტომ ამოვედით აქ თორე. მოусმინეთ მეგობრებო. ესე სხვაგანაც შევჭამდით. რა თქმა უნდა, აი ვიღაცის გაკეთებას მოიდნენ, შეჭამდა აქ კიდე. მაგრამ ქვია, წავედით LRG. ბავშვობიდან ამას ავჭრილი. სანუსა დესექსტრიმია ჩემოსადა გადასაღები რა Baba, sen kapıyı da sen tavukada savalsın. Hayır, tavuğu mu kavan gelin, değil mi? Video atam, video. Uda tane. Martla Land Rover-ია დაანებე. საყოს მაო, საყოს. ალი შედია. ასეთი ექსტრემალური ელარჯი სხვას არავის მომზადებია მეგობრებო. ვა, წამოვიდა. მიგისი Land Rover ჩავიდა პანიჟერი. აუ, ისევ Land Rover-ი მოვიდა. ნახე ბიჭო, ნახე რა უცხოა. ომალა. გაასვენდა ბავშვო.
აი, ოთუ არ დაგტოვა ხა ისე გეხვეწე. ესე იგი ელარჯზე მიდის მეცადინეობა, ხო ძალები. კუნთები დაიყერეს ტიპებმა. ვაი. რასი პიოთო ერთი სიტყვა გიქნა. დაუნდა თქვა რა, ერთი მხრივ ვიხარია ეს ექსტრემი და მეორე მხრივ არა ვარ თქვა ნორმალურები. ეს ყველაზე მაგარ თვალს, ხო, ასეთი მაგარი წოდი არ არსებობს მეორე. ასე უნდა შეწათ მეგობრებო ექსტრემალური პირობებში წოდი. თავარია იწובה მწოდი მეგობრებო. არ ჩერდებით. მაიც გამომართი ეს კამერა გადავიღე რომ ჩვენი კუ მემწოდები. აქედან მწოდი მზადდება მეგობრებო, გმირი მემწოდებ ყავს. რომელიც არ ეშვება, მიუხედავად აი ამ ვაიმე აი ამ წვიმისა. მიუხედავად ამისა, აი ასეთი მწოდი მზადდება. გამოვიდა. ზე გამოდის, მთები გამოჩნდა. მე ვარ მზე. ჩო, გადაიღო. აგერ მოწი ზრდიკი არა, აი კანი მოყვა. ვა, წამოიღო ელარჯი. ვა. წამოიღო. მეგობრებო, ჩვენ როგორც ოფროუდერები, ეს არის ARB-ს ღომი, ARB-ს ელარჯი, გაწელე ოთო. საკმაოდ რბილ დაკიდებაზე. არ დოკავს რა. კარგი მოჩილება. უტა. ოთო ნაკვერჩხალივით გაწითლდა. მეგონი უნდა ამოვიღოთ არა? გავამზადოთ ებშები? ექსტრემალური ელარჯი მეგობრებო დედამიწის ზურგზე რაც კი დოდესვე გამზადებულა არის აი ეს. რა პირობებში ჩვენ ამის მომზადება მოგვიწია? აი, არ ლაფუშეთი ე. ნუ, აგემრიელია. ეთილი მიზნები მქონოდეს და ჩვენი მიზნები შეგოსრულებოდეს. ჩვენი მიზნები შეგოსრულებოდეს. ახი რა. შეხედე, არ ჩანს, არ ვიცი, აღიქონს კამერა მაგას, მაგრამ ექსტრემალური ელარჯს გაუმარჯოს. აურია რა, აუ. ყველაზე ექსტრემალურ პირობებში ელარჯი მოვზილეთ მეგობრებო. სეტყვა, ჭიქაკუყილი, ქარი, ყველაფერი გადავიტანეთ. ეხლა პრინციპში ის დროა, როდესაც ნელ-ნელა დავიწყებთ აბარგებას და გავეშურებით ქვევით. თავარი მიზანი 2000 მეტრის ზევით ელარჯის მოზელა შესრულებულია. ოფროუდი მაინც და მაინც არ გამოგვივიდა. ბიჭები გულდაწყვეტილები არიან, მაგრამ არა უშავს რა. ექსტრემი ნამდვილად იყო. ელარჯიც იყო ექსტრემში. ბიჭები კაი ხასიათზე არიან. მე საერთოდ სუპერ ხასიათზე ვარ. ღვინის დამსახურებაც არის ცოტათი. ამინდიც გამოვიდა, იმიტომ რომ პატივი გვს ამინდმა. ეხლა ავალთ ზევით და ვეცდებით რომ კარგი კადრები გადავიღოთ დრონით. თუ გამოგვივიდა ხო კაი, თუ არა და მეგობრებო, პატარა წინაღობა შეგვხვდა. გზა დამეწყრილია და მანდ რამდენად შევძლებთ გადასვლას, კაცმა არ იცის ისეთი მდგომარეობა. ის კი არა შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ცუდი მდგომარეობაა. აქ აი ოფროუდი რო გვინდოდა, აი ოფროუდი.
წყლარა. მოდი. ნელა. აშო ჩქიმორებიდო ხან არასდროს წყლარა არის ჩქარო. კარგია. მიდი ნელი გაზით. ერთმა უკარნახოს, ერთმა. ნელი გაზი. გაწყობ ამადი არა გადასული ხარ, ოღონდ არაბუქსაო და ტორმუზიც არ გინდა ჩაუშვი. კარგია. წამოვიდა 76 ფრთხილად. ერთმა მიდი ლაშა უწინ დაუდექი რა. გასწორე ცოტა იქი მაგი აია ჩატი სწორად კარგია. მარჯვნივ აუღე. მიდი. წამოვიდა ვრანგლერი. უტა არის ჩქარო. ნელა წამოდი და მიუყევი. კარგი ხარ. ნელა არის ჩქარო. ნელი ტემპით. მიდი. მარჯვნივ. მარჯვნივ აუღე. გიო ნელა წამოუყევი თანაბრად. კარგია, აი მასე მშვიდად გამოუყევი. მიდი. ნელა კარგია. და ეხა მარჯვნივ აუღე. კარგი ხარ პატრიცემული, კარგი ხარ. მიდი. კარგია. თავისი დადის ხო პატრონი? ნელი გაზით, კარგი ხარ. შვიდად, კარგია. იქი, სტოპ! აჭრი საბურო. წამო, პირდაპირ. ნელი გაზით, კარგი ხარ. მიდი. კარგია, კარგი ხარ. მარჯვნივ, არ გინდა მარცხნივ მაგდენი, მარჯვნივ აუღე. კარგი ხარ, კარგია. გადავედით. უფრო რთულდება და რთულდება. ისევ წინაღობა მეგობრებო, ისევ გააფუჭა გზა წვიმამ, წყალმა, მეწყერმა და ეხლა უნდა ჩამოვიყვანოთ მანქანები გიგდობით და სამშვიდობას დავიყვანოთ მანქანები. კიდევ კარგი ასპულსასრო ეს გზა არ დაგვხდა, თორე მაგარს ვიწოლებით ახასვაზე. საკითხავი ავიდეთ თუ არა? ეგეც საკითხავია, კი ავიდეთ თუ არა? ნახევარი. მოვიდა რანგლები, მოვიდა ბანკიდან. ამის გარალი ნაღობა. ნელა, ფილად გამოუყევი. კარგი ხარ.
გამოვიდა Grand Cherokee ძველი. კარგია. გამოვიდა Grand Cherokee ძველი. მოდი. კარგია, გამოუყვა პირდაპირ. შემდეგი წინაღობა მეგობრებო, მოკლედ გზა, რომელიც ძალიან მარტივად ამოვედით, 9 საათში გახდა ისეთი, რომ ჩასვლაზე მაგრად ვწვალოთ, ისეთ მდგომარეობაში შევაგდო წვიმამ ეს გზა, რომ აი აქ, აი არ ვიცი როგორ გადმოვლენ ჩეროკების მეშინია, რომ ეგარი. მოდი, ნელა, ნუჩქარობ. ნელა მოუყევი. ნავრული ჩემკენ. ბევრია. წამოდი. კარგია. ცოტა იქით. პასაჟირი, კარგია. ნელა, ნუჩქარობ. კარგი ხარ. ეგა. და მე ის რო ამზადებს მოსასწიო. ნელა, მოდი, კარგი ხარ. მიეცი გაზი, კარგი ხარ, ყოჩა. წავიდე, გასული ხარ. მოდი, გამოუყევი, ნელა, მოდი. მოუახლოვდი, მოდი. კიდევ ცოტა მარჯვნი. კარგია, ყოის მარცხნი. წამოდი, კარგი ხარ. ცოტა იქით, კარგია, წამოვიდა. კარგი ხარ. იარე პირდაპირ. ხანაბარი გაზით და ეგ არის. შეუხებელია. საჭესთან არის პატივცემული სუბარულოგი. მივეხმაროთ სუბარულოგს, მოდი. საფულეში სუბარუ სურათი უდევს. წამოვიდა, კარგი ხარ. საკაი გაშლა ახო და ლენდროვერია. რაცა წლის მოყავს ეს მანქანა. ვისია ეს, ვინ არის? ვის შემოგვეტენა ეს? აგვეკიდა ძალით, საერთოდ არ გვინდოდა წამოყვანა და ძალით აგვეკიდა. არა რჩები ჩვენ. ხვალა მოგვაკითხეთ. კარგი ხარ. წინაღობაზე ლახავთ მეგობრებო, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერს წარმატებით ვახორციელებთ. თავარი პრობლემა პრინციპში გვაქვს იქ, სადაც ჩეროკიც და Grand Cherokee-ც მაინც სამოქალაქო მდგომარეობაში ყოფილი მანქანებია და მათი გადმოყვანა ცოტა სიფრთხილეს მოითხოვს, რომ არ დავაზიაროთ ავტომობილები. ამიტომ ვაგრძელებთ გზას, მედია მალე სამშვიდობოს გავალთ. დასიტყვი პატივცემული სუბარულოგი, როგორი არის Land Rover-ით off-road-ზე მოძრაობა? საშინელება. ერთი სული გაქვს სუბარუზე როდის გადაჭრილი. მე ზიზღება. მე არ ვიცი. დამაწინაურება ლაშა, საშინელება. ერთი სული მაქვს სუბარუზე როდის გადავждები. რა არის საშინელება? Land Rover. ერთი სული მაქვს სუბარუზე როდის გადავждები. შენ გონის სიმდიდრეზე ალერგია გაქვს და შენ ხო იცი? გლეხი მე რო აირჩიეს მეფეთ.
და ტახტზე დასვეს ეს და ბიჭო ცუდა და კაცი გამოაყარა აბა სიცხე აბა ის და ერთი ბრძენი კაცი ყავდათ სოფელში და მაგიო გლეხიაო და იმ ტახტზეო თივა ამოუდევით ისე დააჯირეთო და ისე ხარ შენ გადავსვამე ხერ თორსაში სუბარუზე მერე გულში ეთყვის მაიცო რა არის ეს Land Rover აი ეს გულის სიღრმეში რო უდა ხო იცი ისე ეს სუბარუის Land Rover ჯობია თუ პატრული როგორ ვერ გაიგო არა ეგრევე ვერ გაიგო მიუხედავად წინაღობებისა, მეგობრებო, მაინც მხიარულად ვართ. აი, შემდეგი წინაღობა უკვე ამას ქვია, რომ დაგვერხა. ამ სიტყვის სრული ნიშნულობით, იმიტომ რომ აქ გადასვლა ძალიან რთული იქნება. აი რა ხდება მეგობრებო აქ. ოპა. აი ეს ჩაუყარე იქით. აი ეს ჩაუყარე იქით. შეძმობა ტრაქტორს გევარ ეხლა მე ამით შეხედა არა მაგრამ რასაც მაქსიმუმ პეტრუშკა დავჭრა ის ვინც სავა წინ უკრიდან ჩაფული უნდა იყოს მანქანას უეჭველი ხო რავი აქა მოსინჯაო პირველი წამოვიდა შეტევაზე 76 გავაკეთე ოდნა უკან და ისევ წინ ჩაო მეტი არა წამოწინ აი გაჩე მე მგონი ჯობია ჩავიდეს უკან ჩადი უკან ვერ წამოხვალ არა გადაკიდებულია ჯო გაჩერდი ჩაგაბან უნდა ისე ვერ გახვალ და დროულად ჩავი დროულად ფუიერი მიცა ოდონდე ფუიერია შევიდა აქ რა მდგომარეობაა ნა გაჩერება ციმციმ ჩაწერილობა გადმოხტომა უნდა დაიმენა, მაგრამ კარგი, ხა უნდა გავწიოთ რაც შეიძლება სწრაფად ეს უკან. ავიდა ვიდეოს დასაწყისში ვიძახდი, რომ ნებისმიერი მანქანით ამოხვალთ და ნებისმიერი კერა ძალიან მომზადებული მანქანა ჭირდება და თან გუნდი გჭირდება. მარტო აქ თავი არ უნდა შემოყვა არც ერთ ვარიანტში. ჩავაბავთ რანგლერში, გავწევთ უკან და შემდეგ ვცდებოდა. მოვიდა ახლა რაგლერი რო იგივე შეასრულოს და ავიდა და გადმო აკეთ მარცხნი კარგია შავი გრან ჩეროკი ამოვიდა და კარგი ხარ მე მგონი ყველაზე კარგად შენ გადმოხვედი ტოიოტა გაიზახიან ესე უკვე ჩვეულებრივია ამოვიდა ჩეროკი და აქ მაგის გადმოსვლა როგორ იქნება არ ვიცი ყოჩა კაი ბიჭი ხარ ფილად ყოჩა იმენა მაგარი მანქანაა მო იმენა გელია გრანდის გადმოყვანა არ იქნება, მარტივი ამბავი გრძელი ბაზა აქვს და ნახოთ ეხლა რა გამოგივარ და წამოვიდა კარგი არაწვალო ცოტა უკან და იქ მოუხეთო კაცი ჩავაბა ცო დავაი გადმოხო აკეთ კარგი ხარ კარგი ხარ
გამოვიდა ლენდო. მიდი ირაკლი, ლენდოს უნდა ენდო. მიდი. კარგი ბიჭი ხარ, ყოჩა, კარგი ხარ. შეხედე, ყველამ გავიდა, გადავიდა სამშვიდობოს და გზა რო გაუკვალეს, მე გადმოდის თვითონ მარტო. ეგ არის. მე მაგარია პატრულიო. ბრაზიანი ლაშა. მეგობრებო, გამოვაღწიეთ. მე ვიდეოს სადღაც დასაწყისში ვამბობ, რომ ნებისმიერი მანქანით თუნდაც Subaru-ი ამოხვალ. არც იფიქროთ, არც გაბედოთ, არც Subaru-ით და საერთოდ ძალიან ბევრი მანქანით მოემზადეთ კარგად, მომზადებული მანქანებით, რამოდენიმე მანქანა, იმიტომ რომ რეალურად ძალიან რთული გზა არის უკან ჩამოსვლა, რავი, რამდენი წინაღობის გადალახვა მოგვიწია. ერთობლივი ძალებით, ერთმანეთის დახმარებით, განსაკუთრებით მასპინძლების ვაშკაცობით, თორე ლაშა იძახ და გაწიეთ ის ქვა რაღაცა გასმისლის. მოკლედ მაგარი ტური მქონდა, მიზანი შევასრულეთ 2000 მეტრი ზევით LRG საკაიფოდ მოვზილეთ რა. როგორი არის, როგორი კმაყოფილები ხართ ბიჭები? იდეალური, ყველაფერი კარგი იყო. თავისი აი აბსოლუტურად შეფერება ყველაფერი კარგი იყო რა. აი დრონის კადრებს რო ნახავთ და მოგეწონებათ, აი ირაკლის ბრალია ეგ მოგეწონებათ რა. მე იმას ვიტყვი რომ ზუსტად ვიცოდი რომელი ქვა იყო გადასაწევი. და ის ერთი გადაცია ხო? მე ვურჩევ ყველას თუ აქ წამოხვალთ აუცილებლად გაიგეთ წვიმა რო არ იყოს, თორე ძალიან დიდი წინაღობები შეგვხვდა გზაში. დაურეკეთ უტას. შესაძლებელია მაგის გაგება წვიმა იქნება თუ არა? კი, მე ყოველდღე თითქმის აქ დავდივარ და მეცოდინება ხოლმე ერთი დღით ადეს რომ მითხრათ. დავამატებ რას იცი? წეღან ახსენე ლაშავ ასე მთლიანად ქვა გადამიგორთ. სანამ უდამ არ გაუჩითა ლაფათი რომ მანამდე ქვას ხელი არ მოკიდა. მე ესე ხრიდა. მე დამაწინაურეს ლაფათი რომ მოცემს. უტა მეგობრებო აორგანიზებს ტურებს, ასვლა ჩამოსვლა, თუ დაგჭირდებათ რომ მანდ მოხდეთ, უტაზე უკეთეს ადამიანს სამაგისოდ ვერ იპოვით. თან მისი ვრანგლერი დადის თუ დადის, სათქო ჩვენ მივყვებოდით. მოკლედ მაყოფილები ვართ, ბედნიერები ვართ, დაღლილები ვართ, მაყოფილები ვართ იმითაც რაც ქენით, რაც უჭამეთ. ეს მანქანები იმედია რომ იგზნებით არაპირებენ. მოკლედ მადლობა ყურადღებისთვის, გემშვიდობებით, ჩვენ ბედნიერები ვართ და დაღლილები. მადლობა უტას და მასპინძლებს. მადლობა უტას და მასპინძლებს, სუპერ ბიჭებს, რომლებმაც თავი არ დაიშურეს, ჩვენ რო გვესიამოვნო მაგისთვის და საკაიფოთაც მოზილეს LRG. მომავალ შეხვედრამდე.